მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი გადაცემა სტუმრად იუმორინასთან იწყება. დღევანდელი გადაცემის თემა კი გახლავთ იუმორინას წამყვანები. არა, ჩვენ ლეგენდარულ წამყვანებს არ გულისხმობთ, ბატონ კახი კავსაძის და ბატონ გივი ბერიგაშვილის. მათზე გადაცემა უკვე შედგა, ყველაფერი ნათქვამია, მრავალი და ღირსეული და აღმატებული ეპითეტი ყველა უპრიანია ამ ორ მართლას და ლეგენდარულ მსახიობზე. აქ ჩვენ სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩვენი იუმორინები ტარდებოდა ხოლმე გაზაფხულზე და შემოდგომაზე. აქედან გამომდინარე შეიქმნა აუცილებლობა, რომ ჩვენ ყოლოდა კიდევ გარკვეული ჯგუფი ახალგაზრდა წამყვანებისა, რომლებიც არ ყოფნაში აი ამ ორი ლეგენდარული წამყვანისა ჩაანაცვლებდნენ მათ. მაგრამ აქვე გაჩნდა ერთი დილემა. ჩემთვის ახლა როგორც ავტორი და რეჟისორისთვის ცხადზე უცხადესი გახდათ, რომ არავითარ შემთხვევაში ორი მამაკაცი არ შეიძლებოდა რომ დამეყენებინა, იმიტომ რომ წააგებდნენ, რაც არ და კარგი რეპერტუარი მიგეცა, შანსი არ იყო გამარჯვების, ვინაიდან ლეგენდასთან ჭიდაობა არ შეიძლება. აპრიორი განწირულია ასეთ შემთხვევაში ახალგაზრდა დუეტი. ამას ვერ გავაკეთებდი, საბაგეროდ მოვიფიქრეთ ასეთი ფორმა, რომ ყოფილიყო დიასახლისი, იუმორინასი, უნიჭერესი და უშვენერესი ნინა გაგელაშვილი და ყოლოდა მას პარტნიორად ბატონი გურამ ჯაში, ვინაიდან ორივე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ბრძანდებოდა, ერთი სკოლა ჰქონდათ გავლილი, ორივე პაროდისტი, ორივე მომღერალი, ორივე ჩინებული იუმორის პატრონი. სცადეთ ეს ექსპერიმენტი, გაამართლა და აქედან გამომდინარე დღევანდელ ჩვენ საუბარს თემაზე იუმორინას წამყვანები, სწორედ ქალბატონი ნინა გაგელაშვილის მოწვევით დავიწყებ სტუდიაში. ნინა გაგელაშვილი სტუდიაში. მოგზადით. აი გამარჯობა. აქედან დავზადით ჩემოგარგო. მე უკვე ვაუწყე ჩვენ ძვირფას მაყურებელს. რა თემა გვაქვს? აქვე მინდა მოახსენო უკაცრავად ჩვენ ძვირფას მაყურებელს, რომ ბატონი გურამი საპატიო მიზეზის გამო არ ბრძანდება, იმიტომ რომ სომელიეთა საერთაშორისო სიმპოზიუმზე მიწვეულია როგორც საპატიო სტუმარი და ნუ ასეთ ღვინისძიებას ვერ გაცდება ვერაფერ შემდგომი. ჩვენ გაგებით ვედინები თავადაც. საბაგეროდ მასზე ჩვენ ვისაუბრებთ. აი კერძოდ მიდან. ჯერეთი ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ აი ნამდვილად ჩემთვის ძალიან ბედნიერი წლები და ძალიან ბედნიერი პერიოდია ის, რაც თქვენთან მაკავშირებთ 13-14 წელი. ახსენეთ და თქვენი გაზრდილი ვარ და აქედან გამომდინარე თქვენ იცოდით ალბათ ვისთვის უნდა ჩაგებარებინათ რაღაც აი ესეთი. ბატონო ძალიანაც მეაბაღება რომ გაამართლებ ყველაფერში. ძალიან დიდი მადლობა, ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი დამსახურება, იმიტომ რომ ნუ სკოლა მაინც თავისას შვება ალბათ და სხვაჩერს გურამსაც თქვენი სკოლა აქვს, იმიტომ რომ ისიც შეიძლება ცოტა უფრო მოგვიანებით, მაგრამ მე ჩაგვერთო ჩვენს პროგრამებში და მართლა ძალიან კარგი პარტნიორია და ძალიან კარგი ახლა სცენაზე ეს ყველა მიცის და აი მე სცენიური რაღაც სხვა ისეთი რამ აქვს, რასაც ალბათ ენით ვერ აღწერ. აი თითოეული სუნთქვა, თითოეული აი რაღაცა პატარა მიზერული, რომელსაც მაყურებელი თავსებადობის ხარისხი იყო ძალიან მაღალი და ეს საერთო ნომრებშიც გამოჩნდა ეს, როცა თქვენ ერთად ვღეროდით. და აი გურამი ხო საერთოდ ძალიან კურიოზული ადამიანია, აი ერთი შორის დებულიც კი თავისთვის რო აღმოხდეს სცენაზე, უკვე ჩვენ ვიცით რას ფიქრობს და უკვე იწყება ხოლმე ჩვენი სიცილი და ამბავი, რა თქმა უნდა მას მაყურებელი ვერ ხედავს. ერთხელაც ეს იგი ვხედავთ მაგიდასთან, უკვე როგორც მასპინძლები, უკვე დაიწყო კონცერტი 1-15 წუთის დაწყებულია და უცებ მეუბნება. იციო, ფეხსაცმელი მიჭერსო. როგორ მეთქი და არ ვიციო, აი ტვინში მირტყავსო. და მერე გვაქვს საოპერო დუეტი სასიმღერო და ოპერასო ვერ ვიმღერებო. წარმოგიდგენთ, სრულიად სერიოზულად მივიღე, იმიტომ რომ არ იცის ხოლმე ახლა პროფესიული იმას, რასაც შეეხებან. მე ვთხარი, ვაიმე მეთქი, იცი რა თქო? და მაგიდა სხვა ესეთი გადაფარებული სუფრა და მე ვთხარი, ცოტა მეთქი იქნება ამოიღო. რა ამოვიღო, გოგო, რას მეუბნება? მე ვთხარი, ცოტა მეთქი იქნება გაიხადო ფეხსაცმელი თქო, რა სიძახიო, ძალიან სერიოზულად მეუბნება. მერეო როგორ ჩავიცვაო? მერე მეთქი, მე ვითომ რამე დამივარდა თქო და მოგეხმარები თქო. მეშინია რომ ვერ იმღერებს ოპერას. კარგიო მითხრა. და თურმე ზის და ცოტა ხანში მეუბნება, ეხლაო მომეხმარეო და აი რო უნდა დავიღუნო და ხო არ გადაირიო. სასწაულის დაგტელი მიყავე და მოაუწრა. ნუ გავეჩერდი, მაგრამ მთელი ეს 15 წუთი ვიყავი დაძაბული, რომ როგორ ჩავაცვა ფეხსაცმელი. აქვე არ შეგვიძლია არ აღვნიშნო, რომ შესანიშნავი ვოკალური დუეტი იყო, როდესაც მუსიკალური იუმორს ასრულებდნენ ხოლმე ეს დუეტი და არც აგასაკვირი ორივე შესანიშნავი მონაცემები აქვს და დასტურად ამისა აი გავიხსენეთ სწორედ ის საოპერო ნომერი მიწისძვრით დაზარალებულებზე რომ შეასრულებთ, გვაქვს ამის საშუალება, თქო ჩართოთ პირი.
როცა მე აღმერთი ჩვენ თბილისური მიწის ზღვრის მსხვერპლი შეგვაჯანჯღარა შეგვაზან ზარა ძველი სახლები სულ დაიბზარა მიგრიხ მოგრიხა კარი პანჯარა თელი ჯურჯელი ძირ შემოყარა ცოტა ფიჩები სახე როცა ჭერში წახის ნაცვლად დიდი ხრელი დავინახე შეგეთე თუ იგარდე დაგიშენებ და ხალხზე შენებს და ჩვენს ნაცვლად სულს ხალხი შეასახლეს დაგრეულია ჩვენი სახლგარი ასეთი შესანიშნავი დუეტი იყო ჩემო ბატონო მურამის და ნინაკას შესრულებით. ახლა რა შეეხება გაგრძელებას ამისა, შემდეგ უკვე ასე ვთქვათ როტაციული წაყვანა დავგეგებეთ და საკმაოდ წარმატებითაც განხორციელდა, იმიტომ რომ ერთ-ერთი შემდგომი პარტნიორი ნინაკას უკვე იყო ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ბატონი დათო როსტომაშვილი. დათო როსტომაშვილი სტუდიაში. ორგანი დავით. ალამი დაგავარდა. გაგზავნით შემოყარგო. აი დათო სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძალზე დიდი პასუხისგებლობით მიუდგა იმ მისიას, ახალ მისიას, რაც მას დაეკისრა წამყვანობას. გამეთანხმება ნინა, აი როგორი პარტნიორი იყო შენ თვითონ? არაჩვეულებრივი პარტნიორი იყო, იმიტომ რომ დათო საერთოდ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით არის თავის საქმის მიმართ გამშვალული ყოველთვის და ყველამ ვიცით, რომ როდესაც დათოს რაღაცას ჩააბარებ ეს იქნება 100-იანზე შესრულებული 5-იანზე კი არა. სიტყვა. ძალიან მაგარია და დამატებით. აიგე მაკა? არიცოდა ხალხი. არიცოდა არა, ეს ყველაფერი იცის და ესე იგი კიდევ ერთი შენდობა რა ხო? ამ ყველაფერს კიდევ იყო დამატებული ის რომ იგი არის ხარტულების, ოსტატი, ნამდვილად უბადლო შემსრულებელი. მე ვფიქრობ, რომ იგი დღესაც არ იქნება, რა თქმა უნდა, ხელსარიელი მოსული. იქ აქვს გონივრული ეჭვი, რომ დღეს ახალი საფუძველი. აბა დავით, სიტყვა შეგეძლევა. ჯერ პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ, იმიტომ რომ იმხელა ბუმბერაზი მსახიობების შემდეგ ჩემი წამყვანობა იუმორინაში მინდა გითხრათ, დიდი საპასუხისმგებლო მისია იყო და მადლობა უფალს, მე მგონი თუ მაყურებლის შეფასებით ვიმჟელებთ, გავართვით თავი. კი ბატონო, ნამდვილად ვადასტურებ. ნუ ხა კახურის ხარტულებით დავიწყებ როგორც წესია, იმიტომ. ეხა რუსეთის ვიზები ცოტა ხო გააიოლეს. ხო და მიხოსა ქონა გადაწყვეტილი უნწავიდეო რა. რუსეთში ჩავიდეთი. აი ტელევიზორში ვაჩვენე, მე დავხედო და ჩავიდა რა, ერთ ჯერადი ვიზა გააკეთა, გაახსენა მამის მაკაც ჯარში მოსახურობდა, იმას გამააგზავნა ნინა. ო და ჩავიდა და ჩამოვიდა. ვა! მოგეწონაო, ეკითხებიან. ვა! სპარტიზო კიდაი. ვაიმე, იგეთი ქალები არიან, გინდა არ გინდა გინდაო. კახეთზე გამახსენდა, ხშირად მაქვს ხოლმე მოხსენებული მყავს, ჩემი ნათლის მამა არის იმედა. ხო და აი რუსეთზე ვყვებოდი, რუსული იცის. არ ვიცი, ეგეთი უბადლო რუსულის მწოდნე მე არ მეგულება საქართველოში იცის, ვიშე კოზირი და ბეს კოზირა. ო ისი ჯოკერში აქ დასწავლი რა. სხვა არაფერი არის. არაფერი რუსულად არაფერი არის, იდისო და რო უთხრა ვერ გაიგებს რა. ხო? თათბირზე ვარ დილას და მირეკავს რა. ჯო, ეხლა ბალღი ჩავიყვანი სკოლაშიო, დროზე მითხარი რა გინდა მეთქი რა. ხო, და რადიო ჩავხდი და შენ იყავო. მე მოվել სახში ტელევიზორი ჩავხდი, ეხა შენ ახარო.
მას შორი გამოვაღე წყალი უნდა მომეღო დედაჩემ წვანილი უყიდია რო გამოიღე წვანილიო ჟურნალში რაშიც გახვეული იმას შენახატი ხარ ხო მე ვთხარ პილასოში ჩართე მეთქი და იქაც მე ვარ მეთქი რა და გაუთიშე რა 10 წუთში მირეკავს ჯო ორი ანტენა მიყენია ერთი 300-მდე კანალი აქვს და რავი პილასოსი არ არის არსათო იზა არხებს 90-იანი წლებია აი მაშინ ახალი ჩაყრილი აქვს საფუძველი ინვესტორობანას ეს ის თემა და ჩემი მეგობრები არიან მას სხვათა შორის ისეთი ეხლა სერიოზული ბიზნესმენები არიან ნუ მაშინ დამწყებები იყვნენ მაგრამ აი პირველი შემოსვლა იყო გერმანელი ინვესტორების შემოიყვანეს ალბათ სერიოზული თემა იყო ესეთი მაგრამ მოგეხსენებათ ეხლა 90-იან წლებში შუქი გრაფიკით იყო ზოგან გრაფიკის გამოტოვებდა საერთოდ არ მოდიოდა უბნები იყო 3 დღე შუქი არ მოვიდა და მე ჩამოწევდნენ ის ფიდერებერი იყო ჭხრაღ და ვა დაიყვიროთო კიდე ცოცხლები ბრუნ გამორთავდნენ ეს პერიოდია რა და ჩამოვიდნენ ეს გერმანელი სტუმრები მოკლედ და ვინ არ შეაწუხეს თელასი და ამბავი და მივიდნენ და უთხრეს აი მთელ საქართველოში რო შუქი გაითიშოს მაშინ სად იყო თითქმის ჩამოსატვირთული რესტორნები იყო ქალაქში ან რომელი მუშაობდა კაცო და სასტუმრო საქართველოში იყო რესტორანი სხვათა შორის კარგი მაშინ იმ დროისათვის ძალიან კარგი რესტორანი იყო და ეს გერმანელებისთვის ამ გერმანელებს ბანკეტი გააკეთეს იქთან უნდა გაეცილებინათ იმ საღამოს რა და ნუ ბანკეტმა ჩაიარა უმაღლეს დონეზე ხა მოგახსენებათ ქართველების სტუმართმოყვარეობა და 7 სართულიანი პურმალი გაგიჟდნენ ეს გერმანელები რა კაი დალიეს კაი ჭა გავარდნენ პირდაპირ აეროპორტში გააცილეს მთელი ამბები და ჩემ მეგობრებს თავისი მეგობრების ეს ეხლდნენ კიდე რა გამცილებლად დელეგაცია რო გააცილეს და ნუ ეს გერმანელები გაოცებულები ამ სტუმართმოყვარეობა დანკიშო და ყველა შემშვიდობები აუფიდერზეინ ამასაც ჩამორთეს ხელი აუფიდერზეინ უყურე და რა თქვა აუ რა ფიდერზეზი ხარ ეხა ჩემი არტერიორი ჩემი ძმა და მეგობარი ჩემი ბესიკი ჩვენ ხო ხშირად ავართ ხოლმე ერთად ის ცოტა ქერა უბრალოდ თორე ჩემი ტყუპის ძალია შინურ რესტორანში ვართ აი ის პერიოდია კვირა შაბათ კვირას რო ორ-ორი კონცერტი გვაქვს ხოლმე რა დილის კონცერტი დამთავრდა და წავედით შინურ რესტორანში მივედით და მოვითხოვეთ რატომღაც მე უთხარი იხვის იშტაზე ვარ მე და მოდი შებოლილი იხვი ჩამოთვეთ კარგიაო მითხრა მოვითხოვეთ შებოლილი იხვი თავის ბრინჯებით ამბებით რაღაცები მოიტანეს და რო გავჭერით ამ იხს გავიდა სისხლი ხა სისხლს ვერ ავჭამოთ ერთას უთხარ მიდეთ მე ყოვარ დაუძახი მოვიდეს თქო რა და ის აი ესე რო იკეტება ხო იცი ესე რო იკეტება რო არ უნდა შეხვიდე აქ რო გედება იქენა გამოვიდა პირდაპირ ესე სანამ მოვიდა ჩვენამდე დავასწარი რა სანამ გაჩერდა და ჩინურად მივესალმე ნიჰაო მე უთხარი და ამან იფიქრა ამან ჩინურიც და ნიჰაო ისეთი მითხრა თავი დაარტყა დაბლა დავიჭირეთ ნიჰაო ამან იფიქრა ჩვენი და მივანიშნე იხსე და მე უთხარი პანდიჩა ამაგესინე კიდო ამან აოდესინე ეს დაჭყეთი მithole ვერ მიხვდა იმიხდა რომ ჩინური აქცენტი იყო მაგრამ ვერ მიხვდა და ეხლა ბესო მაგის შიტია იმან რო ვერ მიხვდა და პაუზა გააკეთა აქედან ამან დაცხო პანდიჩიკინა ანდიკინა მინდაგრიო გაგიჟდა კაც ფერი აუდის ჩაუდის და ამ მიმტანს ეხოცება თვალებით რომ მენეჯერს დაუძახეო რა და წავიდა მან მენეჯერი მოიყვანა ვინ ჩინური იცოდა და რაღაც კითხა ჩინურად ეს მოგვიბრუნდა და ბატონო დათო ეს კითხულობს რომ რომელ დიალექტზე საუბრობს რა თორმე გონიათ 400-მდე დიალექტი კაცო მე რა ვიცი ხოლმე მე როგორც კახელმა უთხარი აღმოსავლურზე მეთქი და ამოისუნთქა მე დასავლეთიდან ვარ და იმიტომ ვერ გავიგეთყოვო ორი იხვი გამოგვიგზავნა ეს რა ზემოდან და თორესტოვაში დიდი მადლობა მომგანებისთვის ვაგრძელებ ჩვენს თემას იუმორი და სამყაროები აი ნინა გახლა შენ როგორც დიასახლის იუმორიას გახსოვს დიდებულად იყო პერიოდი როდესაც შენ გამორჩეულად დატვირთული ბრძანდებოდი პაროდიის თეატრში იმიტომ რომ ნახევარსაათიანი რეპერტუარი იყო სადაც წაყვანას გიწევდა ცეკვა სიმღერა პაროდირება და მოკლედ დიდი დატვირთვა იყო შენზე შესაბამისად გაჩნდა აუცილებლობა რომ დანარჩენი მონაკვეთი საათნახევარი კიდევ ყოფილიყვნენ ძირითადი წამყვანები და ასე გადაგვენაწილებინა ფუნქციები აი სწორედ აი ამ საპასუხისმგებლო მისიის შესასრულებლად ორი უნიჭიერეს და პოპულარული მსახიობი მოვიწვევთ ბატონი გოგა ბიბინაშვილი და ადამიანი რომელსაც ახლა მოვიწვევთ სტუდიაში ბატონი ზურა შარია მოგზადი შევაგირა სალამი და გამარჯობა აქე dabzandi ჩემო ბატონო მადლობთ dabzandit
გოგას დღეს გადაღება აქვს და საპატიო ბიზნესის გამო ვერ ესწრება, მაგრამ შენ ისაუბრებ ორივეს მაგივრად, მაგრამ ბედი არ გიდაგაცო, ხო ორივეს მაგივრად საუბარი მაშინ აქვს, სწორედ პრობლემა ხმაზე. ისე საგვირველი კი არის, ნინაგა, არჩევნები ჯერ არ დაწყებულა და ვის მისახ მაგას. ჯერ არ არის არჩევნები დაწყებული. საეჭვოა. ერთი სიტყვით, აი ეს დუეტი, წამყვანების დუეტი, ერთ-ერთი გამორჩეული იყო ყოველ შემთხვევაში მაყურებელმა ასე შეაფასა და მართლა ძალიან კარგად მიიღო. ჩემო ბატონო და შედგა ისეთი ტანდები, რომელიც აი წეგან ვახსენ დასაწყისში რომ ორი მამაკაცის გამოსვლა კახის და გივის შემდეგ არ იყო ეს იოლის საქმე, სარისკო ამბავი გახდათ, მაგრამ მას მერე რაც სხვადასხვა ფორმით ხდებოდა წაყვანა, თქვათ ნინაგა და ჯაჟვეჯიდაგა და როსტომაშვილი, ასე შემდეგ, უკვე მერე მიიღეს აი ეს დუეტი და ეს კიდე უფრო მეტი გამარჯვება იყო, იმიტომ რომ იშვიათი მოვლენა იყო, რომ დიდი მადლობა იმ გამარჯვებისთვის შემოვადო, ახლა რამდენადაც ხმა საშუალებას მოგცემს შენეული ხედვა მაშინდელი პერიპეტიებისა. პირველ რიგში არ შემიძლია არ აღნიშნო, რომ ეს წარმატება პირველ რიგში ბატონ ჯემალის დამსახურება, იმ არაჩვეულებრივ დრამატურგიის და სწორად აწყობილი და იმ დაუსარელი და თავაუღებელი შრომის, რასაც მე ვუყურე 3 თვის განმავლობაში ეს ისე ეულად არ არის. დიდი მადლობა შემოვადო, მაგრამ იმას შემსრულებლები ჭირდება, რაღაც მაგრამ თან გამო ალბათ, მაგრამ რახან გვამდეთ, ჩვენ შევეცადეთ რაღაცნაირად ბოლომდე გაგვერხავთ თავს და ისე აქვე ჩავთავდი წინა სტუმრიდან გამომდინარე თუ შეიძლება იცი როსტომაშვილი და ბერულაშვილი ამიხს რო უკვე დავდნენ და სამჩნოდ ლაპარაკობ მე გვერდზე მაგიდაზე ვიყავი და მაშინ გამختარი ვიყავი დიეტაზე და ეს იხვია მოტანილი და თონის პური მოატანინეს გარედან შემოატანინეს ჩაწყობილებ და მიყურებ კაცოს ურავ როგორ გახთიაო შენაო ესო და ერთი დიეტა ჩაგვწერინე შენცაო და აბა უყურე ერთი არა იუმორინას რა ჩეხება ეხლაც რაღაცა გადაღებებიდან გამომდინარე გამიცივდა ხმა მაშინაც ისე მოხდა რომ მინსკში მქონა გადაღებები რაღაც პირველი ფილმი იყო სხვათა შორის შალამოვის მიხედვით კალიმსკი რასკაზე ესე პასლენი ბოიმარო პუგაჩოვა რუსულად ასე ქვია ამ ფილმს და გადაღებები მქონა მართლა ტაიგაში იმაში და გამიცივდა რა ხმა და თვენახევარი გადაღებაზე ჩამოვედი და აქ მე რამდენი 20-25 კონცერტი წასაყვანი და უნდა ხაზე გამხმით რაღაცნაირად უნდა გავიტანო რა და როგორია თან პირველი ნომერი სამღერია ახლა მოდი და ახლა ბაღაშვილები იქ არიან 3 თვე მღერიან შენ ამხმით კი რასაც ვერ მღერი ვარ თქვა ვითამაშებ იმას მაგრამ სწორად ხო უნდა იყო არა ნოდი კაცოება და თითით ხო არა იღება და ზივართ ახლა მე და გოგა პიპინაშვილი ერთ საგრემიეროში ნუ ახლა გოგა ჩემი უფროსი მეგობარია ბავშვებიან არაჩვეულებრივ მსახიობია და როგორც მეგობარი რომ კიდე არა უფრო არაჩვეულებრივი და ისიც ახლა ნერვიულობს რა ჩემზე რომ ახლა წარმოიდგინე რამდენი ისა რა ქვია სპექტაკლი წასაყვანი კონცერტია ჩემთვის სპექტაკლია აი ზივართ ვიკეთებთ რა გრიმს და ზივართ ამ დროს არის დაემთხვა ისე რომ მაშინაც სწორედ ტელეიმედი იყო დაინტერესებული და სწორედ ტელეიმედი აჩუქებდა და იღებდა და ახლა დაინტერესებული და მადლობა ამისათვის ტელეიმედს და დათო კიკვაძე ჩვენი კულუმბურ არაჩვეულებრივი ადამიანი ინტელიგენტი ნიჭიერი კაცი და თავისი ბუნებიდან გამომდინარე ძალიან მინდობი ადამიანია და დადის და ეხა ხმაურიანი კაცია რეჟისორია ეხა ხელმძღვანელობს კამერა იქა ვიკეთებ ამ გრიმს და პიპიჩა მიყურებს და ნუ ეხა ხდება და მომეშალანევრები დავაგდე გამორდი კულუმბურ მოდი აქ მე უთხარ მოვიდა და აიყო რა ხა მოდი კულუმბურ და ძალიან მინდობია გაიგე და ხა იცის ეხა იუმორი რა მიყვარს და შეხუმრებულებია და კულუმბურ იცი ბიჭო რა განსხვავება როელს და უნიტას შორის და ეხა მგონი ახალ შუტკას ვეუნები რაღაცა და არა ვის შემოუშვა ეს ფილარმონიაში როელს და უნიტას შორის ამ ოც კონცერტი მაგასავანი ხმა არა მაგ შენა ხმაურობე ნუ მოკლედ ეს ჩავამთავრეთ ეს ყველაფერი წავედით მე რაღაც და ბათუმში ვარ მოგეხსენა მე ხამ წყალქვეშა დრამატურგიითაც დაკავებული ვარ ბაზარში რო შედივარ ყველა თევზს ცნობ სახეზე რო კაცო ეს სიგარცურავდა აი ნაკუთავები რა ეკოლოგიური კვლევები ისინი და მოდივარ და ავიღე სპეციალურად ღამის ესვე ორ ადგილიანი ესე იგი
იუმორინა კარგად იყოს და გარდა ვიშურე ესე თქვა ფული და ვიყიდე 2 ბილეთი მარტო. გამოგვიცინო დილას რომ ჩავიდე და მე რაღაცა მივხედო ჩემს საქმეებს და ავდივარ ახლა დაღლილი მაშინ რა ქვია ვაგონში და გამცილებელი გოგო. ვაიმე ბატონო სურაბ გამარჯობათ როგორ ძანდებით ბატონო. აი ის არის თქვენ ვაგონი. ეხლავე ჩაგირთავთ თქვენ იუმორინას რა სმედი კონცერტი მოსაყვანილ მესიზრება ზებიათუჩი აგის გავიდა დასვენება დაგიჭერეთ მე ვთქარი ჩვენ მაინც ჩამირთეს ისეთ კბილად მეძინა და ისე მაგრამ ისე დღემდე მათბობს იუმორინა სიმართლე გითხრათ იუმორინას ჰონორარით გათხოვა დავაყენე სახში ძალიან გიყვარდა ის ნომერი ნუჭერ ერთი კლავ და კლავ თქვენ და გია ბაღაშვილს დიდი აპლოდისმენტი ამ ქუჩის მუსიკოსების ამ ფენომენის შექმნისთვის იმიტომ რომ ეს იმდენად სწორად და კარგად შეფუთული იყო რომ მაყურებელმა მართლა ქუჩის მუსიკოსებად მიიღეს არა და სუპერ პროფესიონალი ადამიანები რომელიც ნებისმიერი ორკესტრი გუნდი თუ არ ვიცი რა ყველა ინატრებდა მაგრამ ისევ დავძენო სამთვიანია ეს სკრუპულოზურია შრომის თავაუღებული იმის შედეგია ეს რომ ყველა 16 თუ 25 კონცერტი ანშლაგით და როგორც პირველია ეს ერთი ამოსუნთქვით მიდიოდა ყოველთვის და ძალიან მიყვარდა ეს ნომერი როდესაც გავდიოდით ეს გუჯა მარტალეშო ჩვენ ვივალდის უკრავდა და ეს ნომერი რო ბიძია მაგის სახში იმესადინე და ახლა მე რომ მიყვარს იგიდო უგარი ეგეცოდეს ვიოლინო ქონდა რა მოგებული და თავიდან ეს 5 ლარი და ნუ დაუკრა ეგ იმპულს რა თქმა უნდა უკან მიბრუნე მეორე კონცერტზე გავიდა მე 10 ლარი მოუმატა კარგად მოხა მიცემული ამოცანა რომ ქუჩის მუსიკოსი ხარ რაც მოგცეს იმის უნდა დაუკრა და ნელ-ნელა ხა იჭერებს რომ იმას მართლა იმისია ის ვერა და სპექტაკლის მერე მიბრუნეს 20 ლარი 25 ლარი 100 ლარი და 100 ევრო დავდა დაგლიჯა სტრუნები უმაგა აი ახლა გაიხსენა ეს თანამონაწილეობა წამყვანისა ნომერში ქუჩის მუსიკოსებთან და სხვადასხვა ეს ჩვენი სტილი იყო თქვენ ყველა მიცით სტილობ ყოველთვის რომ ნებისმიერი წამყვანი ვინც არ უნდა იყოს აუცილებლად როდესაც ამის საჭიროება არსებობს ჩაერთოს ხოლმე გამოსვლის ნომერში და ამით მრავალფეროვნებაც მეტია სიმდიდრეც მეტია და ყველა მოგებული რჩება აი იყო ასეთი ნომერი სადაც ორი უშვენიერესი მანილოსანი თიკა ფასაცია ჩევანონა ირინა ონაშვილი უშვენებდა გვერდს გოგას და ზურას ხო და შეიქმნა სპეციალურად აი ამ მოთხეულისთვის ნომერი სახელწოდებით პოდიუმი რომელსაც ახლა თავაზობ ჩვენ მიხოს ვაგროვებს Podiumi kizita, tu modelova se odsnebo, mugicevs galotzneli gza, romlis gareše carmateba ar arsebos, itsode ver gaetzevi, mutmiva dietaze shtomas, predagam tu ar barjisho, shengan modeli arazodes ar gamova, oi guli guli guli. Oi guli dada guli Oi guli aris guli O amtitsia guli Matken aris mikrovili Asi tvali, asi quri Zoki unzers, ziqvaruli Zoki bohmit, zoki shuri Parametrებში რომ ჩაჭდე ვარჯიშით სულია მოხდება რეჟიმი ისე გადაგრეს სულ ფიქრობ დავარღვევ და მოხდეს რაც მოხდება სულაც ირბილი ფიტნესი მუსიკაც ეგვა და სიმღერა და სილამაზის კონკურსი სადაც სილამაზეზე მეტად ფული შეერა ой ფული 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 Oi guli Oi guli mains guli Oi guli aris guli O amtitsia guli Zura gauzeli Aba
ბიჭები უფრო ცოცხლად, უფრო ენერგიულად. გოგონები ძალიან კარგია და ბიჭები საერთოდ არ ვარდა. შეგვიძლია. პოდიუმი გიზიდა, მოდელობაზე ოცნებო, მოგიწევს გალოცნელი გზა, რომლის გარეშეც წარმატება არ არსებობს. თქვენზე ცუდი რამე თქვას, მასშავი მიწა დავახარე, თქვენი აღმოსვლა გვახარებს, ახლა წასვლითაც გაგვახარეთ. დაისომე, ასეთია, ასეთია, მათი ბედი, სპორტზე მეტა, ვისაც უყვარს დალევა და სიგარეტი. Ჩეუბადო დამერწმუნების საკმაოდ საინტერესო ძალიან დიდი მადლობა ჩვენს დიდი მადლობა გოგას აი საოცრად საინტერესო ნომრებისათვის რომელსაც თქვენ ასე ლაბადად წამდეთ შეგასებით ცურვასი კარგი ვაგრძელებ ჩვენს გადაცემას ჩეუბადო რომ იყო პერიოდი გახსოვს შეძლებულად როდესაც მარტო ბატონი კახი ბრძანდებოდა ამერიკაში გადაღებები ქონდა იქ ჩებობოდონ და მე სპექტაკლი იყო რომელიც სტუმარმას მიზელი აი იმისთვის ემზადებოდნენ მე დიდი წარმატებით ჩატარდა კიდევაც ის ამერიკაში ეს ყველაფერი მაგრამ დაგვაკლდა ჩვენ და ამ მარტო ბატონი გივი იყო გადავწყვიტეთ ახლა რა გვექნა სხვა მსახიობის მოწვევა არც გვიფიქრია და არც შეიძლება რომ გვეფიქრა რა ვქნათ რომ გავალაბოს და ამას უმაში გაგვასწრო კი მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ბერიგაშვილი მარჯანიშვილის თეატრის შესანიშნავი ახალგაზრდა მსახიობი ბატონი ზურა ბერიგაშვილი და ასე შედგა მამაშვილის სტანდები აი ახლა მინდა ბატონი ზურა სტუდიაში მოვიხმო ვაბზადი ჩემო ზურა ვაბზადი აკეთებდი ჩემო ბატონო ახლა დამეთანხმები რომ იმდენად ლამაზი გამოვიდა მამაშვილის დუეტი როგორც წამყვანებისა რომ შემდგომ უკვე ზურად დამკვიდრდა წამყვანის ამპლუაში უკვე მამის გარეშე იყო დუეტი ნინაკა და ზურასი გურამი ტრიო ძალზე საინტერესო გურამი შენ და ნინაკა შეუბედრო და ახლა რაღაც თვითონ ნინაკა ბრძანებდა და ალბათ ახლა დაასრულებს ყველაზე კომფორტულად მაშინ გზობდა თავს სამივე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ხარ ერთი შეხედვით გესმით ერთმანეთის და ეს სინქრონი იყო მართლაც სასწაული და მაყურებელი ამას გრძნობდა მაგრამ ჩვენ ახლა დაუბრუნდეთ იმ პირველ გამოჩენას და პირველ შტაბეჭირებას შენ მამასთან ერთად დადექი 2500 მაყურებლის წინაშე ცოტა შესავალს გავაკეთებ იბადო სტუდენტობიდან თქვენ პროექტში მე ყოველთვის ვიყავი ღერიან და ხუმრობიდან დაწყებული ჩემი პატარა ნომრით ყოველთვის ბატონ ჯემალი გამიკეთებდა ისეთ ნომერს თავი კუჩი მქონდა სახლში იმ შვენიერი მაგრამ იგავი იყო ძალიან კაი ნომერი კარგად გადიოდა ძალიან აი ეს ვახლოვდება ეს კონცერტი როცა უცებ კახი გამოიძახეს ამერიკაში მივდივარ და ბატონო ჯემმა ახსენა რომ განწერულიაო კორიფეს შემსვლელიო და დამიბარა კაბინეტში შენ და გინდა წაიყვანოთო მაშინ ვიფიქრე რომ გამწერეს მეთქი და განწერული მე ვარ ну ჩამიტარა რა თქმა უნდა მასტერ კლასი რამდენიმე რეპეტიცია გქონდა მთელი ნიუანსები წამყვანობის ამიხსნა მაგრამ ეს მომემზადე და დავიწყეს ფუნქცია ჩემი რა არის ძირითადი სახიობი მოვიწვევ პატარა ჩანართი გავაკეთო მე ტაშეთ გავუშვა სცენიდან პირველი გამოსვლია პირველი კონცერტია ჩქარობ რომ მეორე გამოვაცხადო და არ ვაცალე ამას მეორე გამოვიშვი ერთი სულექი გაისტუმროს და ბატონ ჯემალი მეუბნება ბიჭო რატო ჩქარობ ტაშს უკრავს სად გაგიქცევა ის მეორე ვაცადე მეორე გამოსვლას გასავდა ტაში და მიდის უტაშოთ სცენაზე ვიხსნე რომ მასშტაბები შემეშალა მარჯანიშვილია ჩემპიოტერ სცენაზე ვარ მიშვიდო 5 იმხელა მარჯინი კონდა სანამ დავა მე მივხვდი ამას ერე მოზობა სწრაფად ეხლა მამუკას და ვლადის მაგარი ნომერია რა აი მიდის ტაშის გრელი და ფინალში მეც როგორც წამყვანი უნდა წავეცეკო რეპეტიციები სამი რეპეტიცია არაფერი არის დამატრიალოს მომატრიალოს მაგრამ
იცით ყველა რომ მსახიობი პრემიერის წინ მსახიობს წნევა არ ესინჯება. აი ემოციური ფონი მომატებული, უკვე ეს პირველ დღეს ეტყვა მამუკამაც ვერ მოზომა, მეც მივენდე. დამატრიალა და ერთი კვირა მალამოს მისვევდა ექიმი. აი ბეჭი მე ესეც არ მაკმარა. რომ მორჩნენ ტრაუმა მივიღო. რომ მორჩი ეს არ მაკმარა, რომ მორჩნენ ნომერს. რომ უნდა გაუშვა სცენიდან. უნდა თქვა ლა და რა მოვიდა მამუკა ონაშვილის მიგონა მამუკა ბიჭო შარვალი შეიკარიო. არდა როჯერ ჩავიხედე სარკეში ინსტინქტურა გამაბითურეს. ო მე კიდე იყო ფინანს ვაცხადებ. უკვე რომ თელ გამოსე 20 კაცი უნდა გამოვაცხადო, კი მაგ დაწერილი თან ვიცი ყველას უყურებ გულის და მიგამოდის. რომ დავიწყე თუ არა პაროდიის თეატრი გვარებს ბესო ბერულაშვილი და გურამ ჯაში აი ყურთან ასმად ღობეგლეჯიაშვილი მონოტონური. ნუ გაუძელი 10 გამოდა მე 20 რომ უნდა გამოვაცხადო წამომცდა. ასმად ღობეგლეჯიაშვილი გამოვიდა და ვინ არის ასმად ღობეგლეჯიაშვილი. ერთ-ერთ სერიალში მოსწრება 25-50-ის მიყოლები. ორთვიანი გასული ვაშლაგები იყო. წამყვანიც ვარ და თან ჭიანჭველა. წინდა ჭიანჭველა მართლა შესანიშნავად წაიყვანა. დღემდე ეტანოლური ძალზე კარგად წაიყვანა. ნუ ეს დავიწყეთ ეს სპექტაკლი სამი და მე ჭიანჭველა ვარ და უნდა ჩავხვდე წყალში და ნუ წყალი ქარიყო და ორკესტრის ორმოში ვხვდები და რაღაც მომენტებში ვარ ზურგით. მაყურებლისკენ და პერსუარი პატრული ჩემს საშუალად მოდის. ტემპო რიტმია თვითონ მუსიკაც ისეთი დადებული რომ აი ბერსვა და აი ესე გიჟივით უნდა იმოძრაოს და მე კულისებსაც ვხედავ თან აქეთ-იქით. უცებ გამახსენდა ის ძალიან ცნობილი ანეკდოტია ძველი. კაცი რომ ცირკში მივიდა. დირექტორთან და მაგარი ნომერი მაქვს და რაო და აი ზევით ამიშვითო ბოლომდეო და პირდაპირ თავით ვესობიო. ხოდა როგორ ან ბატუტი არ გინდა ლეიბი არაფერი რაც არის პირდაპირო არც ნახერხიაც აიღეცო პირდაპირ თავით ვესობი ოღონდ პატარაო ესეთი კარა და გამიკეთეთო კარებითო გვერდზეო სადაც ვეცემ იქ რო იდგეს კაი დაიწყო ეხა წარმოუდგენა გამოექანება ესობა თავით პირდაპირ და უცებ შედის კარადაში ეს 4 სპექტაკლი აცადებს წარმოუდგენა ცირკის და მე დირექტორმა რა შვებაო ეს კაცო მოდი ფარული კამერა დაუყენოთო შიგნით და შევხედოთ რა შვებაო ნუ წამოვიდა ესენი მონიტორთან ზია მთელი ცირკის დირექცია და ჩაესო თავით და შევიდა ყუთში და იქ რა ხდება ვაიმე თავი ჩემი დედა ვაიმე თავი ეს რაზე გამახსენდა კესო შემოვარდა ამ პატრულის ფორმით დარვიდავს და გავხედე კულისაში და მეორე მხრიდან უნდა შემოვიდეს წნარად გავხედე კულისაში და ბესო ხო შევარდა და 4 კაცი ელოდება. ერთი წყალს ასხავს. მეორე ასხავს. მეორე უნიავი და ნიშადური უჭირავს. არია რა იქიდან შემოვიდა თვითონ ცარა. და კიდე მახსენდება რომ ბატონმა ჯემო ამიხსნა რომ წამყვანიო თუ არ მიყვებაო გამოსვლოს მაგიდას და როცა ზის და ამ იუმორს რეაქციას სიცილს და ის მაყურებელი გაკონტროლებს. მე მეც მივხვდი მაგას. შენს გაკონტროლებს ამას თუ არ ეცინება მე რატო გავიცი. მაგარი ნომერია ქალბატონი ზია კვირიკაშვილის სიცილის დედოფალი ჩვენ უსაყვარლესი მსახიობი და აი ესეთი რომ მიდის ხალხი ჩაწვენილია დარბაზში ამებში არიან ჩავარდნილები და მეც რა თქმა უნდა პირველი კონცერტი მეცინება კვდების იცი მეორე მემა და 22-ია. ხოდა ნუ ხო უკვე მონოტონური გახდა ეს ყველაფერი და მაგრამ მაინც და დავჯექი თუ არა ქალბატონის ზიას ნომრის დროს აიდანა გავიღიმე რომ არ გამორჩეს მე ისო გაღიმებული იქნება ტვინი თუ არ სად ვარ არ ვიცი წასული რაზე ვფიქრობ და დამთავრდა ეს ყველაფერი კონცერტის მერე დამხვდა მეზობელი ქალბატონი დაიცადა ყოფილა და ვაიმეო ნუ რა ნომრები იყო ხო სიცილი როგორ ვიცი და აი შენცო როგორ წამყვანი როგორ უყურებდი რა სითფოთიო როგორ აყვევიო და მე რას ვფიქრობ ეხლა დამთავრდება კონცერტი მომცემენ ჰონორარს დილას გავარდები ბანკში გადასახადად იქიდან რეპეტიციას წავალ თეატრის ხელფასი ჩაირიცხება და ბავშვის სკოლის ფულს გადავიხდი და მაგრამ ესეა და ბოლოს აღარ შეგაწყენთ სერც მოვყვები მე და გივი ვარ წამყვანები და ერთ-ერთი კაცი გავწირე სცენაზე ისიც საკუთარი მამა აი
ისე გვაქვს ნასწავლი თან გივის რეპეტიციები უყარ სახში არ მოგასვენებს. გადმოდი და აი თავი ძინარე რომ გამაგვიძონ ეს ტექსტი ვიცი ზეპირად. ნასვამი რო იყო სამი ბოთლი მქონდეს დავლებული ზე აი არ მავიწყდება. ნუ რაღაც წამიერად ხდება სცენაზე და ერთი წამი 10 წუთი გეჩვენება. და დაიწყო და აი არაფერი და რა მეჩვენება რომ ნახევარი საათი ვდგევარ ეს მაგრამ და უცებ გამოვიყვანეთ ჩემი თავი რომ აი რა გივი მეთქი თვალებით შეფასე რატო გავიწყდება მეთქი არ გივა და გააგზავნა ჩემი ტექსტი საკუთარი მამა გავწიო დიდი მადლობა ჩემოზურა დიდი მადლობა იმ გამოსვლაზე ადრეს მოტივისთვის დიდი წარმატებები უშუალოდ და დაჟინებას უნდა ვიგვასწავლოთ ახლა ჩემონინაგა ჩვენ წუთის წინ ვახსენეთ ზურაბ ერიგაშვილს შენინდა გურამჯაშის ტრიო სამყაროების ტრიო მართლა ძალზე საინტერესო მაგრამ აი ამ ბოლო 2 წლის მანძილზე როგორც გასულ წელს ისე ამ წელს შედგა კიდევ უფრო საინტერესო ტრიო მე თამამად შემიძლია ვთქვა იმიტომ რომ დიაპაზონი ამ ტრიოს უფრო მეტი აღმოჩნდა ეს შენი მონაწილეობით ხვიჩა ბაღლაკელიძის და ბერამ საფუყურაშვილის მონაწილეობით ახლა რაში მდგომარეობდა ეს იმიტომ რომ ამათაც გარდა იმისა რომ სიმღერა, იუმორი, პაროდია თავის ადგილზე, ცეკვა გინდა თავის ადგილზე შემოიტანეს ვირტუოზული დაკვრა კიდე. ამან გააიოლა არა მხოლოდ თანამონაწილეობა სხვა გამომსვლელებთან ნომრებში, რაც თავისთავად კარგია, არამედ თავად საკუთრებით თქვენი ტრიოს ნომრის შექმნას და აი მე მგონი ხა შენ დამეთანხმები მაგაში რომ ამაში იყო საფუძველი იმისი რომ თქვენ არა მხოლოდ მიყავდათ, არა მხოლოდ დაცხადებთ, არამედ ეხმარებოდით ყველა მონაწილეებს და პლუს თავადაც ასრულებდით დამოუკიდებელ მუსიკალურ ნომრებს. ჯერ შემოიყვანოთ ბიჭები და მე ამის დასტურად ერთ-ერთი ნომერი აქვე შეგვიძლია შევასრულოთ. ხვიჩა და ბერამი სურიაში მე ვარ საფუყურაშვილი და ხვიჩა ბაღლაკელიძე მოგზაურობ. აი უბანდება მოგესალმებით დამზადდი ჩემბატონო ალბათ მოისმინეთ რომ აქ შეგაკეთ კარგი სიტყვებით თქვით ვერქია მოწები არაფერი გადაგვიჭარბებია მოდი სანამ საუბარს დავიწყებდეთ დასტურად ამისა ერთ-ერთი ნომერი აქვე შევასრულოთ ეს გახლავთ პაროდიული მუსიკალური ნომერი რომელსაც თქვენ ასრულებდით აი ამ ჩვენს სიამოვნებით ბოლო კონცერტში განაყველა ტრადიცია არის ესეთი ჩვენთან კონცერტიდან თავდება და ფარდა როგორც კი ჩამოიწევა ჩვენი გია ბაღაშვილი გამოვარდება კულისებიდან და ახტება ერთი 2 მეტრ ნახევარზე თან ყოფილი სპორტსმენია რატო ყოფილი მოქმედი სპორტსმენი და ამას ყველა ველოდებით ეხლა როდის ახტება გია და ზოგი ფოტოაპარატით ამომარჯვებული და ზოგი ისე უყურებდა ერთ-ერთ კონცერტზე ჩვენმა გუჯამ მარდალეიშვილმა ისე ენა არ მომიბრუნდება რომ გუჯა არ ვახსენო დოდარდუბაძის ბეგლარასწის შვილი ისე არ მომბრუნდებოდა ისე ვარ სულ გუჯას ვახსენე გუჯებაც მოინდომა ახტომა იფიქრა ალბათ სინქრონში ავხტები გიასთან ერთად ვახარ გია რო ახტება და გუჯა რო ახტება აქედან გია ახტა აქედან გუჯა ახტა და ხა ფიზიკის კანონია სადაც ახტები ჰაერში რამე ფორში გიშალა ხელი იქვე უნდა დაახტებს ეს რა ტრაექტორი დაახტა გუჯა არ ვიცი და გამოექანა პირდაპირ და თავით თავზე მიენარცხა ვის ბატონ გივი ბერიკაშვილს წინ 30 კონცერტია სამუშაო აფინგალი ორივეს გუჯა დარდო და აი ნაფედა მემართა ვინა ჩემი შეკერი და ამშვიდა ბატონმა გივი მაგრამ მე მახსოვს ყოველი კონცერტის მერე ცალკე საგრიბიოროში ორივე დასჯილებით ისხდნენ და გრიმს იკეთებდნენ ნახევარ საათი სინგაპსის სწორედ
ხაჯერ ძალიან მომეწონა კიდე თქვენი მიდგომა მე გაგიმახვილეთ ყურადღება რომ აი თქვენ სინამორბედებს პაროდიის და ამათ ხო თვისება რაღაცას ჩაზარი ორჯერ თქვა არ უნდა და დაიწყეს ვარჯიში პაროდიაში აბაში შედარებით სუსტად უზნობ თავსო და მე მომასმენდეს რას ვარჯიშობდნენ ისე თორე ქვევრის დაწყვეტი აი როგორ ძალეთ რასაც ჩაზახ ვისაც ამოზახეთ და ქვევრის პაროდიას თუ არ გავიჭირდა ფრაგმენტალურად გავიხსენე გასწორებ დიდიეროსის ხმით როგორ მოხდი მან დაშენა ბავშვებიდან აკავზივარ ხუმრობს რა არასკევი შაფათი კვირა ორშაბათს შენ და ის მოხვალთ ერთად თუმცა ეს როგორ მოვაგაც დასაბამდა ორშაბათად ნაკვდა ვიყო ღმერთი არ აქცამს რა ვქნა ძმაო ქვევრის გატეხვა თქვენ არ გინათ და ქრისტე ხომ არა ვარ სასწაული მოვახდინო სამყურაშვილი ვარ მაშინ ვიჟოს აი ესე ცალკე ვარ პაროდიებში და შემდეგ აი დიდაგა დავეთანხმება რომ თანამონაწილეობა დიდებული შედგა წეღან ბესო რო ახსენა ბესოს ბებულაშვილის და დათო როსტომაშვილის დუეტი ყოჩაღები ცალკე და ამათი დუეტი აქედა რა დაარქვით ბიჭო ორ კაცა ორ ნომერში სრული პარტნიორობა იყო და იმიტომაც მოიგო ნომერმა ხო მოგეხსენებათ კიდევ ერთხელ ბატონ ჯემალ ალბათ მადლობა უნდა უთხრათ იმ ტრადიციისთვის რაც ბატონმა კახიმ და ბატონმა გივიმ შემოიტანეს იმ თანამონაწილეობა თვითონ აი ძალიან დიდი მაგალითი და დადებითი მაგალითი სწორედ ამ ჩვენმა კორიფეებმა გვაჩვენეს. აი თუნდაც ამას ქუჩის მუსიკოსებთან, ნახოთ, აი იყო ნომერი, რომელშიც სწორედ ბატონი კახი და ბატონი გივი დიდი სიამოვნები და სრული ჩართულობით მონაწილეობდნენ და დიდწილად განაპირობა გამორჩეული წარმატება იმ ნომრისა. შეგვიძლია ამ ნომრის ფრაგმენტის ვნახოთ შეუმოწმოთ. კარგი, ეხლა ეს სტანისლავსკის თოფიგერა და სტანისლავსკის გიტაროდე სანამ დავარდება. შემოტანილი რაღაცაშია საქმე. ცოცხლად და ენერგიულად რა მე ხო შეგვიძლია შევასრულოთ ადგილიდან. აბა შემობერა. აბა საფინალოდ შევარჩიოთ რაიმე. დინაგას დიდი მადლობა ყველა წამყვანს ვინც თავის დროზე დაამშვენა იუმორინა ჩემბატონო ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა ემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით და არ დაგავიწყდეთ ჯანსაღი სიცილი საუკეთესო გურდალია